საღამომშვიდობისა, თქვენ უყურებდა ასევე უსმენთ პირდაპირ საუბარს ეკაბერიძესთან რადიო მაესტროს ეთერში. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ შეცვლილი საარჩევნო კოდექსი ძირითადად თანხვედრაშია ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან. ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში ძირითადად ყველა მნიშვნელოვანი ცვლილება დადებითად არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ზოგადად ასეთი სახის კანონმდებლობა იძლევა არჩევნების გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარების შესაძლებლობას, აცხადებს პავლე კუბლაშვილი. თუმცა რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ ეს მორიგი პროპაგანდა და ხელისუფლების წარმომადგენლების ისევე როგორც ნაციონალური მაუწყებლების მხრიდან ადგილი ჰქონდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. რომელი ცვლილებები იწვევს ვენეციის კომისიის უკმაყოფილებას პირდაპირ საუბარი დღეს თინათინ ხიდაშელთან გვექნება. გადაცემის მეორე ნაწილში როგორ აისახება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე საპარლამენტო არჩევნების შედეგი რუსეთში. ამ შეკითხვაზე პასუხის მიღება ზურა ბაბაშიძისგან შევეცდებით. მაშასე თინა ხიდაშელია ჩვენი სტუმარი, ქალბატონი თინა მოგესალმებით. უჩვეულო სიტუაცია პირდაპირ საუბრისთვის. ნამდვილად უჩვეულო სიტუაცია და სამწუხარო რეალობაში ვიმყოფებით, მაგრამ მაინც კარგია რომ ტელევიზია მუშაობს. თავარი ეს არის ჩემი საზრით. ქალბატონი თინა, პირველ რიგში მე მინდა დაგისვათ ზოგადი, მაგრამ ალბათ მოსახლეობისთვის ძალიან გასაგები შეკითხვა და მინდა რომ მივიღო ამ შეკითხვაზე თქვენგან პასუხი. პრინციპში, ესე გლობალურად რომ განვიხილოთ ახალი კოდექსი. არის ის უკეთესი უარესი წინა კოდექსზე თუ პრინციპში ძირეულ ცვლილებებთან არ გვაქვს საქმე? ძირეულ ცვლილებებთან ნამდვილად არ გვაქვს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ახალი კოდექსი დაარქვეს ამ დოკუმენტს, ის სინამდვილეში არის ცვლილებების პაკეტი, ისე როგორც ყოველთვის ხდებოდა. ეს მორიგი ინსინუაცია არის ხელისუფლების მხრიდან, რომ თითქოს ახალ საარჩევნო კოდექსს იღებენ. მაგრამ როგორც ყოველთვის სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, ეს არის ცვლილებები, რომელიც მოერგო კონკრეტულ პოლიტიკურ კონიუნქტურას. შეიცვალა პოლიტიკური გარემო, შეიცვალა მოთხოვნები ხელისუფლების მხრიდან, ასევე საჭიროებები შეეცვალათ მათ, საფრთხეები გაეზარდათ და ცვლილებების პაკეტიც ამისი ადეკვატურია. ყველა ხელისუფლება საქართველოში ცდილობდა ყოველთვის, რომ საარჩევნო კანონმდებლობები მოერგო იმ საფრთხეებისთვის, რომლის წინაც შეც კონკრეტული არჩევნების წინ აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. სამწუხაროდ ეს ცვლილებებიც არ არის განსხვავებული და გამონაკლისი ამ გზაზე. ანუ პრინციპში ეს ცვლილება დადებითია ისევ ხელისუფლებისთვის არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და არა კონკურენტუნარიანი გარემოს შესაქმნება. აბსოლუტურად ეს ხელისუფლება არის ეს ცვლილებები ყველაზე მეტად ხელისუფლებას აწყობს და გასაგებიც არის ბუნებრივია. მე ერთადერთი ის არ მესმის, რატომ მონაწილეობს მთელ ამ მასკარადში ის პოლიტიკური ოპოზიცია, რომელმაც გადაწყვიტა რომ ამ პროცესის თანამონაწილე იყოს. თორე დანარჩენი ყველაფერი გასაგებია. გასაგებია, რომ ხელისუფლება იბრძვის საკუთარი თავის გადასარჩენად. და ამ ცვლილებებში ეს ყველაფერი ასახულია. საბედნიეროდ, ვენეციის კომისიის დასკვნის იმ პროექტში, რომელიც გამოქვეყნდათ, ის ჯერ საბოლოო არ არის და ნახოთ ბოლო ტექსტი როგორი იქნება, მაგრამ პროექტში ეს ყველაფერი ადეკვატურად ჩანს და ასახულია. რა თქმა უნდა, არსად პროექტში ვენეციის კომისია არ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის გამო საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა უცბად რომ შეცვალოს ძალიან ბევრი რამ აი ამ კონკრეტული კონიუნქტურული მოსაზრებებით, მაგრამ გვარის დასახელების გარეშე საკითხები, რომელიც აქცენტირებულია, ცალსახად ბუნებრივია პასუხობს კითხვაზე, რატო? იმიტომ რომ დღეს აი ამ კონკრეტული საფრთხის შეეშინდა ხელისუფლებას. არის ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ ეხა კოდექსით მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს თუ არა აეკრძალოს მას რაიმე ფორმით მონაწილეობის მიღება პოლიტიკაში. თუმცა ცვლილებები დაიწყო გაცილებით ადრე, ვიდრე გამოჩნდებოდა ბიძინა ივანიშვილი. ეს არ არის სიმართლე, ეს არის ამბავი, რომელსაც ხელისუფლება ყიდის, ცდილობს უბრალოდ რომ გაყიდოს, თორე ცვლილებები, რომელიც დაიწყო გაცილებით ადრე, იყო სხვანაირი. გასაგებია, სწორედ ეს მაინტერესებს. იყო სხვანაირი და ამის შემდეგ შეიცვალა. ეს ყოველს კარგი მაგალითი არის, ყოველს ალბათ ძალიან კარგად ახსოვს, ცნობილი ფორმულა იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ, როდესაც რვიანის დაშლის კვალობაზე 6 პოლიტიკური ძალა ერთიანი დარჩა და პოზიცია მტკიცედ გამოხატა და განაცხადა, რომ იგი არ მოაწერდა ხელს იმ ცვლილებებს, რომელიც პრინციპში ფინანსური სიკეთის გარდა სხვა არანაირ სიკეთის პოლიტიკურ პროცესს აუტანდა. მაშინ ხელისუფლებამ თქვა, თითქოს ვიღაცის გულის მოსაგებად, რომ მაგალითად დაფინანსების ოდენობას გაზრდიდა და შემოწირულობის უბრალოდ ოდენობის შესაძლებლობას გაზრდიდა, თქვა, რომ იურიდიული პირებისთვის იქნებოდა 100,000-გან განსხვავებით, რაც დღეს არის კანონში 200,000 ლარიანი შესაძლებლობა. ეს იყო სექტემბერში, სექტემბრის ბოლომდე მივიდა ხელისუფლება ამ რიტორიკით და სულ გვეუბნებოდა, რომ აი თქვენ ხომ სულ გვეუბნებით, რომ იურიდიული პირებისგან პრობლემები გაქვთ, ძალიან ცოტა ვინმე ბედავს, ხო და ცოტა ბიზნესმენი რომ ბედავს, ამიტომ უფრო მეტი შემოწირულობის გაღების შესაძლებლობას მივცემთ, რომ თქვათ პოლიტიკურ ოპოზიციას პრობლემები აღარ გქონდეს. და უცბად 7 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი გამოდის პოლიტიკურ არენაზე და ოქტომბერში ჩნდება ახალი ვარიანტი, რომელშიც წერია
რომ უნდა საერთოდ აეკრძალოთ იურიდიულ პირებს რაიმე ტიპის ფინანსური შემოწირულობის გაღება პოლიტიკური პარტიებისთვის. კარგი მაგალითია იმის საჩვენებლად, როგორი იყო ცხოვრება ბიზნაშვილამდე და როგორი არის ბიზნაშვილის პოლიტიკა. ბიზნა ივანიშვილის ძალიან დავიღალე როგორც ჩანს. ბიზნა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ. კარგით, რაკი დაფინანსებაზე ჩამოვარდა საკითხი. ხელისუფლება ამბობს, რომ ვენეციის კომისიის აზრით დაფინანსების ზღვარი მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის უნდა იყოს დადგენილი, ხოლო იურიდიულ პირებს ეს საერთოდ უნდა აეკრძალოთ. ვენეციის კომისიას იურიდიული პირებისთვის ასეთი ზღვრის დაწესება არასწორად მიაჩნია და ამბობს, რომ იურიდიული პირის დაფუძნება იმდენად ადვილია, რომ ამას ვინმე კანონის გვერდითავლით გამოიყენებს. ასე რომ როგორც კუბაშვილი აცხადებს, იუსტიციის სამინისტროს და ვენეციის კომისიის პოზიციები არის ერთმანეთთან თანხვედრაში. როგორ არის სინამდვილეში, ანუ თქვენი მოსაზრება რა წერია კომისიის დასკვნაში? ეს არის თქვენაც წაკითხეთ, ყველაფერი წერია იქ. უბრალოდ მეორე ნაწილი წერია. რომ იურიდიული პირის დაფუძნება ისეთი ადვილია, რომ ძალიან ადვილია ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის 30,000 ლარი გაწიოს შემოწირულობა, როგორც ფიზიკურმა პირმა და ამავდროულად დააფუძნოს იურიდიული პირი და 100,000 ლარი კიდევ როგორც იურიდიულმა პირმა ისე გადაერწყოს. ოღონდ ტყუილი და მოდელირება ტელევიზიების რომელმეც შემოხტავდეს ნაციონალურმა არხებმა. მდგომარეობს იმაში, რომ ამის შემდეგ ვენეციის კომისია იმას კი არ ამბობს, რომ ამიტომ იურიდიულ პირებს უნდა აეკრძალოთ დაფინანსების გაღება. არამედ ის ამბობს, რომ უნდა გაუთანაბრდეს ფიზიკური პირის მიერ გაწეული შემოწირულობა იურიდიული პირის მიერ გაწეულ შემოწირულობას. და პირდაპირ ამას ამბობს. არ ამბობს არსად, რომ უნდა აეკრძალოს. ის ამბობს, რომ უნდა გათანაბრდეს. ანუ იურიდიულ პირთან ერთად ფიზიკურ პირსაც ისეთივე და იმავე ხარისხის შემოწირულობის გაღება უნდა შეეძლოს, როგორც იურიდიულ პირს აქვს. არსად კიდევ ერთხელ სრული პასუხისგებლობით ვამბობ. არსად არც ერთი სიტყვით ამ დასკვნაში არ წერია და ეს ყველას შეუძლია შეამოწმოს, ვისაც ინგლისური იცის და ვისაც ინტერნეტზე წვდომა აქვს. უკვე ქართულადაც არსებობს პრინციპში ტექსტი, ამიტომ აქ პრობლემაც აღარ არის. არსად არ წერია, რომ ვენეციის კომისია ან მიესალმება, ან რაიმე ფორმით, რაიმე სახით ეხმიანება იურიდიული პირებისთვის დაფინანსების აკრძალვას. უფრო მეტიც ვენეციის კომისია აქ ამბობს, რომ კონკრეტულად ამ საკითხზე ის უფრო მეტად თავის დასკვნას მოგვაწვდის უკვე პარტიების შესახებ კანონის დასკვნაში, რომელშიც ჩვენ არ ვიცით რა ეწერება და დაველოდოთ, მაგრამ ის კიდევ დამატებით რასაც აქ ამბობს, არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემის აზრით არანაკლებ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველაზე მთავარ პრობლემას ეხმიანება დაფინანსებაში, რაც არის ვენეციის კომისია. ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ დაუშვებელია არ ვრცელდებოდეს გამჭვირვალეობის და საჯაროების დებულებები იმ ტიპის შემოწირულობებზე, რომელსაც პოლიტიკური პარტია უწევს საკუთარ საარჩევნო ფონდს. უფრო გასაგები რომ იყოს 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები რომ ავიღოთ, ნაციონალური მოძრაობის შემოწირულობა იყო 16 მილიონი ჯამში, რაც დახარჯეს მათ არჩევნებისთვის. ოღონდ ეს 16 მილიონი ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადარიცხული თანხების ჯამი კი არ იყო, არამედ იქიდან 13 მილიონი იყო თავად პარტია ნაციონალური მოძრაობის მიერ საკუთარ საარჩევნო ფონდში შეტანილი ფული. ეხლა კოდექსი რას ამბობს? დღევანდელი ვერსია თუ დარჩა იმის ყველაფრის შემოხტავაზე ნაცმოძრაობამ და ამაზე ხაზგასმით საუბრობს ვენეციის კომისია ამ დასკვნაში. ანუ პარტიების კანონით იკრძალება პარტიისთვის დაფინანსების იურიდიული პირის მიერ დაფინანსების მიცემა და საარჩევნო კოდექსით საარჩევნო ფონდში ეს აკრძალვა არ ვრცელდება თავად პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც ასევე იურიდიული პირია. ესე იგი ნაციონალური მოძრაობა, რომელიც მთელი ეს პერიოდი დემაგოგიას ეწევა, რომ თურმე ამას იმიტომ აკეთებს, რომ სასტარტო პოზიციები გაასწოროს და მე და თქვენ, ანუ ხელისუფლებას და ოპოზიციას შეგვიქმნას თანაბარი პირობები ფულის მოზიდვაში, რა თქმა უნდა გვატყუებს, ჩვენ რესპუბლიკელებმა პირველივე ეს ვთქვით, როდესაც ამაზე ვლაპარაკობთ, როდესაც ეს თემა წამოვიდა დღის წესრიგში, რომ გავქცეს ბატონმა კუბლაშვილმა პასუხი თემაზე, აპირებს თუ არა აკრძალოს ასევე პარტიების მიერ საკუთარ საარჩევნო ფონდში ფულის გადარიცხვა, იმიტომ რომ თუ ეს ამას აპირებს, მაშინ არანაირ გათანაბრებაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. 2011 წლის განმავლობაში ნაცმოძრაობა მისთვის ჩვეული გზებით, ზოგს მართლა ნებაყოფლობით და ზოგს დაძალებით ფული მოიზიდა, მრავალი მილიონი დააგროვა საკუთარ ყულაბაში და შემდეგ უკვე არჩევნების წინ, როდესაც ყველა პარტია საკრძალული ექნება იურიდიული, მათ შორის მათაც იურიდიული პირებისგან ფულის მოზიდვა, უცებ ნაცმოძრაობა რამოდენიმე მილიონს საკუთარი პარტიული ფონდიდან საარჩევნო ფონდში გადაიტანს. თან არ დაგავიწყოთ. გარდა იმისა, რომ მას ეს უზარმაზარი რესურსი აქვს, იმ ფულზე გამჭვირვალეობის ის მოთხოვნები არ ვრცელდება და საჯაროების, რომელსაც სხვა შემოწირულობებთან მიმართებაში ითხოვს. და რა თქმა უნდა, ვენეციის კომისია კატეგორიულად მოითხოვს, რომ ასეთი გამონაკლისები პირდაპირ ეს ეწერია, დაშვებული არ იყოს იმ შემთხვევაში, თუ სხვა ზოგადი წესები იმოქმედებს ქვეყანაში. თუმცა რამდენად აქვს ქალბატონ თინა კატეგორიულად მოთხოვნის უფლება ვენეციის კომისიას ის უბრალოდ რეკომენდაციები მოთხოვნის უფლება აქვს. ეს არის რომ სავალდებულო ძალა არ აქვს. სწორედ ამას გულისხმობ. რა თქმა უნდა, აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა ვართ. ჩვენ ვალდებულებები აღებული გვაქვს ყველა იმ კონვენციებით, რომლის მონაწილეც ვართ, მათ შორის
ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციით, რომელიც ხათაშორის ერთ-ერთი თემაა ამ დასკვნაში, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ნაწილში და შესაბამისად, როდესაც სახელმწიფო მიმართავს, ეს ხო ესე არ არის, რომ ვენეციის კომისია მოვიდა აი მაესტროზე მაგალითად და გავიგე კონფლიქტი ქონიათ რაღაცა და ამომოდით უნდა ჩავერიო. ესე ხო არ ხდება არა, რომ პოლიტიკური ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს ეკამათება და უცებ ვენეციის კომისია თავისი ინიციატივით ჩამოდის და გეუბნება რომ მოდით ბიჭო შუაში ჩავდგები და გაგაშველებთ. არა. ვენეციის კომისიას მოიწევს ხოლმე სახელმწიფო და თუ ადამიანს მოიწევ, მე საკუთარ ნაფიქრალს გაუგზავნი და აზრს ხო, რა თქმა უნდა, გაგება ამის ის არის, რომ მისი აზრი გაინტერესებს და იმიტომ მეკითხები, რომ ან შენზე უფრო მეტი გამოცდილება აქვს, ან შენზე უფრო მაღალი პროფესიონალიზმი აქვს, ან შენზე უფრო ავტორიტეტულია. ხო, აბა სხვა რატო გაინტერესებს მისი აზრი? და თუ ეს ესეა, მაშინ აზრს რომ მოგაწოდებს, ნუ მინიმუმ მადლობა მაინც უნდა გადაუხადო და უნდა გაითვალისწინო. ამიტომ კი, კატეგორიული მოთხოვნა იმ თვალსაზრისით, რომ თავალდებულო არა, მაგრამ მოთხოვნა იმ თვალსაზრისით, რომ იქ ის ხალხი მუშაობს ამაზე. ხო არ ერთობა რა? რომ ვიღაცამ მე ეს აიკითხოს გაიზიაროს და მინიმუმ ტყუილი მაინც არ დააბრალოს იმათ, რა თქმა უნდა არსებობს. რაც შეეხება თვითონ კოდექსს და შენიშვნებს მასთან დაკავშირებით, ანუ შეგვიძლია რაღაცნაირად ორი რაკურსით განვიხილოთ. ერთი ეს არის რაკურსი იმასთან დაკავშირებით თუ რა არის ის მთავარი საკითხები, რაც ოპოზიციის აზრით ახალი კოდექსის მიხედვით ხელს შეუშლის ოპოზიციას, რომ კონკურენტულ გარემოში იბრძოლოს. და მეორე ეს არის რაკურსი, რომელიც შეეხება უშუალოდ ახალ პოლიტიკურ რეალობას და ახალ პოლიტიკურ ძალას. მოდით ქალბატონ თინა დავიწყოთ მეორეთი, უფრო სწორად უკვე დავიწყეთ, როდესაც ფინანსების საკითხს შევეხეთ. მე მაინტერესებს რა არის კიდევ ის ახალი ცვლილებები, რომლებიც ივანიშვილის პოლიტიკაში შესვლის შემდეგ გაჩნდა ცვლილებებში და რაც სწორედ ამ პოლიტიკური რეალობის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. კი ბატონო, მე ამის შესახებ ბევრი მისაუბრია, ისევ როგორც სხვა რესპუბლიკელებს. გარდა ფინანსებისა, რაც უკვე განვიხილეთ. ხო, ამიტომ ეხლა ვთქვათ, ჩვენ რაზეც ახლა გვისაუბრია, იმაზე არ ვილაპარაკებ, ვილაპარაკებ იმას, რაც თქვა ვენეციის კომისია. და რაც პირდაპირ ჯდება სწორედ ახალი პოლიტიკური რეალობის კონტექსტში. პირველი, ვენეციის კომისია ამბობს, რომ აი აქ არის სწორედ ის ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია მოხმობილი და ევროპის სასამართლოს პრაქტიკა. ვენეციის კომისიის ექსპერტებმა ძალიან კარგად იციან საქართველოს ხელისუფლების პასუხი იმ კითხვაზე წერან თქვენ რომ დამისვთ. რამდენად გაიზიარებენ, ან არ გაიზიარებენ და რამდენად აინტერესებს. ამიტომ ის შემთხვევაში ჩვენ ასეთი გამოცდილება უკვე საერთოდ არც კი დაელოდენ არა თუ გაიზიარებს. ამიტომ ისინი მათ გადაწყვიტეს როგორც ჩანს რომ დამატებითი ავტორიტეტი ჩართონ. და ხშირად ხვდება ტექსტს, როდესაც კითხულობთ ევროსასამართლოს პრაქტიკაო. ამბობენ, რომ ეს მარტო ჩვენი აზრი კი არ არის, იმ სასამართლოს პრაქტიკაა, რომლის გადაწყვეტილებებით ჩვენთვის სავალდებულო შესასრულებლად. ანუ ეს კონტექსტი გვახსოვდეს, რომ იმ თემებზე საუბრისას რაც ახლა მე ვიტყვი. პირველი ის ამბობს, რომ დაუშვებელია აიკრძალოს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა ადამიანს, რომელიც ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, ის არის საქართველოს მოქალაქე თუ არა. ამის შემდეგ ის გვთავაზობს თან მენიუს რა არ შეიძლება რომ აიკრძალოს. იმიტომ რომ როგორც ვენეციის კომისია ამბობს, ეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების საწინააღმდეგო აკრძალვებია. ეს არის პოლიტიკურ აგიტაციაში მონაწილეობა, პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა, ღია მხარდაჭერა რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის და ამ პოლიტიკური ძალის გამარჯვებისთვის საქმიანობა, ზოგადი ფრაზით რომ ვთქვა. თუმცა რა თქმა უნდა გაგება იმისი არის აქ რომ მოქალაქეების არ მქონე პირი იმ ქვეყნის არჩევნებში როგორც სუბიექტი მონაწილეობას ვერ მიიღებს. კი ბატონო, ამაზე არავინ არ დაობს, მაგრამ დანარჩენი, რასაც ვთქვათ დღეს უკრძალვა ვიზა ივანიშვილს, ვენეციის კომისია ამბობს რომ არ შეიძლება რომ იყოს აკრძალული და ის ეწინააღმდეგება ევროსასამართლოს პრაქტიკას. მეორე, აქ დაუშვებელია აიკრძალოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა. ვენეციის კომისია აქაც პირდაპირ და სალსახად ამბობს, რომ ეს ევროსასამართლოს პრაქტიკას ეწინააღმდეგება, ეს ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, რომ ყველა ორგანიზაციას უნდა ქონდეს უფლება თავად აირჩიოს, იყოს პოლიტიკური პროცესის მონაწილე თუ არა. გასაგებია თუ არა ეს პირდაპირ ეს უკვე ამ შემთხვევაში, კი ბატონო, თუ პირველ შემთხვევაში ჩვენ ბიზნეს ივანიშვილს როგორც მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს ვეხმიანებით, ამ შემთხვევაში ვეხმიანებით ქართულ ოცნებას, როგორც საზოგადოებრივ პოლიტიკურ მოძრაობას, რომელსაც ხელისუფლების გაგებით იმისი უფლებაც კი არ უნდა ქონდეს, რომ თქვას, რომ პოლიტიკურად რომელიღაც კონკრეტულ ამ არჩევნებზე რომელიღაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას უჭერს ხარს, რაც ნუ სრული აბსურდია და ამას ადასტურებს ვენეციის კომისია. ვენეციის კომისია ასევე ამავე კონტექსტში, ფინანსებზე უკვე ჩვენ ვთქვით, საუბრობს იმაზე, რომ ხო, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც ახლა უშუალოდ ბიზნეს ივანიშვილს არ ეხება, მაგრამ ეხება იმ კონიუნქტურას, რომელიც დღეს შეიქმნა. ეს არის ახალი პირადობის მოწმობები. ძველი გამოცდილებითო ვენეციის კომისია ამბობს,
პრობლემა შეიქმნა მისამართებთან, იმასთან პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და ხმის მიცემის გამართულობაზე, ვინაიდანო საქართველოში დაშვებული იყო მისამართის გარეშე პირადობის მოწმობები. და ვიცით ჩვენ ეს მისამართოს ამბავი. რატომ? იმიტომ რომ ვენეციის კომისია ამბობს, რომ შეუძლებელი ხდება მთელ რიგ შემთხვევებში იდენტიფიცირება მოქალაქისა კონკრეტულ საარჩევნო უბანთან. ეხლა ეს რომ გადმოვიტანოთ დამატებით ახალ რეალობაში, სამწუხაროდ არ წამოვიღეთ ჩემი პირადობის მოწმობა, მინდოდა მეჩვენები და მე ავიღე ახალი პირადობის მოწმობა, სწორედ ამიტომ მაინტერესებდა სინამდვილეში როგორია და როგორ გამოიყურება და რა ინფორმაციის მატარებელია. მასზე არ არის მისამართი. შესაბამისად ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად მწვავდება. იმ ფონზე, როდესაც პრაქტიკულად ბიომეტრია ცალმხრივად გამოიყენა ხელისუფლებამ, ხო? ბიომეტრიული სია არ აქვს, არჩევნები ბიომეტრიული პრინციპით არ ტარდება, ოღონდ პირადობის მოწმობები ბიომეტრიულია. ეხლა რას აკეთებს უკვე ხელისუფლება? ჩვენი პლუსი რა არის? ჩვენ წინა ვართ დღეს. თქვათ სხვა არჩევნებთან შედარებით. ჩვენ უკვე ვიცით ძალიან ბევრი რამე, სადაც რითიც ხელისუფლება აპირებს სიყალბის ჩადენას ამ არჩევნებს. და ერთ-ერთი ასეთი არის მე საკრებულოს წევრი ვარ მოგეხსენება. თუმცა დამირეკეს საკრებულოდან და მითხრეს რომ ხალხო თინა, უყურეთ რომ გაგიმარტივოთ ცხოვრება და თქვენ არიაროთ ამაზე, საკრებულოში მოვიდნენ, გადაგვიღეს სურათი, დაგვიმზადეს პირადობის მოწმობები, ავიღეთ. მე ვარ დარწმუნებული აბსოლუტურად რომ საკრებულო არ არის გამონაკლისი. და პრაქტიკულად ყველა საჯარო დაწესებულებაში ეს პროცედურა ან უკვე განხორციელდა, ან არჩევნებამდე აუცილებლად განხორციელდა. ანუ პირიქით ხელისუფლების ინტერესია ბიომეტრიული მოწმობის სწრაფად და მოწმობა ოღონდაც. მე არ მინდა რომ ჩვენს მაყურებელს ეს დარჩეს. მოწმობა ექსკლუზიურად, როდესაც ის არ არის, მას არ მისდევს ბიომეტრიული სია. ანუ ეს რას ნიშნავს? მე მიჭერს ხელში მოწმობა, რომელსაც ველზე რა თქმა უნდა ჩემი მისამართი დატანილი აქვს. ოღონდ მე თუ მივდივარ ჩვეულებრივ საარჩევნო უბანში, რომელიც აქამდეც იყო უბნები, ხო? მე იქ ვაჩვენებ ამ ჩემს მოწმობას, მას არსად არ დებენ, ანუ რეალურად ვერავინ ვერ კითხულობს იმ მისამართს, რომელიც მას ზევიდან არ აწერია და მის ველშია დაცული. ამიტომ, რაზეც ჩვენ აქამდე სულ ლაპარაკობთ ხოლმე, ხო, კარუსელი და ასე შემდეგ სხვადასხვა ფორმები გაყალბების, ახლა უფრო მარტივდება. ოღონდ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ეს ვიცით, რა თქმა უნდა, დამცავი მექანიზმები შესაბამისად გაცილებით უფრო მეტი იქნება და ადვილად გაშიფრვადია. როდესაც ჩვენ წინასწარიც რას ვნელოდებით. ამიტომ უბრალოდ მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, რომ გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის ეს შენიშვნა და ბიომეტრიულ ამ პირადობის მოწმობებს მიაყოლოს ბიომეტრიული სია, რაც არ არის რთული. ამაზე კატეგორიულად არ საცხადებენ უკვე დიდი ხანი. სია, მე არ ვამბობ ბიომეტრიულ არჩევნებს სრულფასოვნად. მხოლოდ ერთ კომპონენტს ვაპარაკობ. ანუ ერთი არის ამაზე საუბრობდა რუიანის პარლამენტში ჯერ კიდევ ოპოზიცია, როდესაც ამიტომ რადგან დავიწყეთ პოლიციის შექმნას. ჩვენ აუცილებლად მოვთხოვთ ხელისუფლებას რაღაც ეტაპზე, მაგალითად თებერვალში მონაცემების გამოქვეყნებას უკვე რამდენმა ადამიანმა აიღო ახალი პირადობის მოწმობა. და მე გარწმუნებთ, რომ რეალობა ისეთი შეიქმნება, რომ საერთაშორისო წელით ისინი იძულებული გახდებიან ბიომეტრიული სია შემოიტანონ უბანზე. თუ, რა თქმა უნდა, მასშტაბი იქნება ძალიან დიდი. ქალბატონო თინა, ერთი მნიშვნელოვანი თემა, ანუ არის თუ არა დღეს ახალ ცვლილებებში ისეთი საკითხები, რომლებიც ახალი პოლიტიკური რეალობის დადგომამდე შედიოდა ხელისუფლების ინტერესში და დღეს შეიძლება უკვე აღარ შედიოდეს. მაგალითად დეპუტატების რაოდენობის გაზრდა. არის თუ არა დღეს ისევე ხელისუფლების ინტერესში, როგორც იყო დაუშვათ 2 თვის წინ. თუმცა პირდაპირ საუბარი ამ თემაზე მოდით სარეკლამო ბლოკის შემდეგ გავაგრძელოთ, გადაცემაში რეკლამის დროა. შეცვალეთ ინტერიერი ბელუქსის ავეჯით. MactiPixis ქსელში ჩართვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ჩაერთეთ MactiPixis ქსელში მხოლოდ 15 ლარად. ანგარიშზე საჩუქრად მიიღეთ 5 ლარი და 1 თვის მანძილზე ესაუბრეთ MactiPixis სხვა აბონენტებს უფასოდ. იჩქარეთ. აქცია ძალაშია 1 იანვრამდე. მოგზაურთა კლუბი გთავაზობთ. შეხვდით შობის ბრწყინვალე დღესასწაულს წმინდა მიწაზე, იერუსალიმში. მოგზაურთა კლუბი. გაცდით თქვენს წარმოსახვით სამყაროს. დაგვირეკეთ 2997 999. დაგიბრუნებთ სიხარულს. Kuzanov.com
იყიდება საოფისე ფართები 10 კვადრატული მეტრიდან A-კლასის ბიზნეს ცენტრში. ფასი $1300-დან. შეიძინეთ საოფისე ფართი ბიზნეს ცენტრ მწვანე ოფისში და მიიღეთ უძრავი ქონებისგან ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი. A-კლასის ბიზნეს ცენტრი მწვანე ოფისი მდებარეობს თამარ მეფის და აღმაშენებლის გადაკვეთაზე. დაგვიკავშირდით ტელეფონზე 250-99-99. AMG Georgia გთავაზობთ კირბის მულტიფუნქციური მტვერსასრუტით გამოძახების სერვისი. 42 სხვადასხვა რეჟიმი. როგორც ღრმა ჭუჭყის, ასევე ლაქების ამოყვანა. ქიმიური დანამატებით წმენდა. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 210-27-80. ბუასილი, ნუ მოგერიდება და ნუ იტანჯებით. რა პრობლემა? ოპერაციო კლინიკაში Oxford Medical. Oxford Medical გამოსავალი არსებობს. Oxford Medical Georgia, საქართველოს ისრაელის ერთობლივი კლინიკა. მისამართი, ფალიაშვილის 15. დააბანდეთ თქვენი დანაზოგი ყველაზე სარფიანი პირობებით. გახსენით ვადიანი ანაბარი 17%-იანი წლიური სარგებლით დოლარსა და ევროში. პირველი საკრედიტო კავშირი 2.55-99-99. შეხვდით მომზადებული ზამთარს. ეკონომიური და უსაფრთხო გამათბობელი შექმნილი თქვენი კომფორტისათვის. 95-62-01. ქარიზმა. რადიო მაესტრო FM 94.7. თქვენ უყურებთ ასევე უსმენთ პირდაპირ საუბარს თინა ხიდაშელია ჩვენი სტუმარი ხალბატონ თინა. იყო ცვლილებები, რომლებიც აშკარად შედიოდა ხელისუფლების ინტერესში, ვიდრე ახალი პოლიტიკური რეალობა იქნებოდა ქვეყანაში. რა შეიცვალა ამ ხრივ? აი მაგალითად დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა, რომელიც აშკარად ხელისუფლების ინტერესში იყო და ძალიან ბევრი კამათი და დაპირისპირება იყო ამ თემასთან დაკავშირებით. დღესაც ისევეა მათ ინტერესში, როგორც იყო დაუშვათ ივანიშვილის პოლიტიკური ფაქტორის გამოჩენამდე? ხო, არ ვიცი, ეს ზაურთული სათქმელია, იმიტომ რომ ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ადეკვატურია მათი მხრიდან გაგების ხარისხი იმ პოლიტიკური რეალობის, რომელშიც აღმოჩნდნენ ისინი. თორე დანარჩენი საქართველოსთვის მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უკვე ნათელია. მაგალითად, მე კიდევ უფრო კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, აი ამ გაზრდილი დეპუტატების რაოდენობაში ქვევით მაჟორიტარების კოტა კი არა ქვია მას, რომ უნდა გადალახო. მაჟორიტარების ის ზღვარი, რომელიც მათ უნდა გადალახო. ანუ 50%-იანი ბარიერი, არა. ძალიან დავლინი. 50%-იანი ბარიერი, რომელსაც ჩვენ ამდენი ხანია ვითხოვთ, ხო? და ვიძახთ, რომ არ შეიძლება ადამიანებს ირჩევდეს, ახლა დღეს სწორედ აქ მოსვლამდე ნანა ხატის კაცს უსმენდი, საჩუქრ გამჭვირვალეობის წარმომადგენელია მოგეხსენებათ და ის ამბობდა, რომ ახალი სისტემით აი ამ გაზრდილი რაოდენობის პირობებში 37% თუ მიიღო ამ მომრჩევლებს, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ არ აქვს მნიშვნელობა, ის უკვე პრაქტიკულად საკონსტიტუციო უმრავლესობას აგროვებს. ხო, აი ამ რეალობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიქმნა და მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო დამძიმდება ხელისუფლებისთვის. რა თქმა უნდა, წესით ისინი თუ ამას ხვდებიან, მათ ეს არ უნდა აწყობდეთ. და პირველები ისინი არიან, ვინც დღეს უნდა ითხოვდნენ 50%-იან ბარიერს. იმიტომ რომ ჩემის აზრით და ვარაუდით, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ესე გაგრძელდა ყველაფერი როგორც დღეს არის, ძალიან მაღალი შანსი ჩნდება, ვთქვათ, იმავე მაჟორიტარულ ოლქებში, აბსოლუტური უმრავლესობით გამარჯვების ოპოზიციური კანდიდატების მხრიდან. და როდესაც ქვეყანაში ჩნდება ორი ძალა, როდესაც ალტერნატივა ხელისუფლების სახეზეა, როდესაც კითხვები საზოგადოებაში აღარ არსებობს, ვინ არის სინამდვილეში ის, ვისაც გამარჯვებაზე არა მხოლოდ პრეტენზია აქვს, არამედ რეალური შანსი აქვს, მაშინ ასე ხდება ხოლმე, რომ იგებს ყველაფერს იმასაც, რაც არ დაუგეგმავს პოლიტიკური ოპოზიცია. ამიტომ კი თქვენი კითხვა სრულიად ადეკვატური და ლოგიკურია, ოღონდ იმის გათვალისწინებით, თუ ისინი ადეკვატურები არიან იმ რეალობისა, რომელშიც ვიყოფით. მე არა ვარ ამაში დარწმუნებული. მე მგონია, რომ განსაკუთრებით ბოლო დღეებში სააკაშვილს რომ ვუყურებ, რომ ის საერთოდ მართლა სხვა განზომილებაში ცხოვრობს, აი საქართველოში ცხოვრობს, რომელსაც ტელეკომპანია იმედი პერიოდულად გვთავაზობს ხოლმე საკუთარ კლიპებში და სიმღერებში, რომელიც გადის ხოლმე იქ გადაცემებს შორის. ამიტომ საერთოდ მე ვიტყოდი, რომ ხალხის ეხლა ძალიან ბევრს ლაპარაკობს ხელისუფლება იმაზე, ის რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა, კანონიერი იყო თუ არა და
იურიდიული კომისიის თავმჯდომარე კომიტეტის თავმჯდომარესგან მოვისმინე, რომ თურმე იმიტომ რომ ტერიტორიული პრობლემები გვაქვს ჩვენ რეფერენდუმი საქართველოში ვერ ჩატარდება, საერთოდ ვერასდროს ვერ სხვა არგუმენტიც არსებობს, მაპატიეთ რომ შეგაწყვეტინეთ, უბრალოდ დავამატებ იგივე 2003 წლის არჩევნების პარალელურად ჩატარდა ხომ ეს რეფერენდუმი და ამ არჩევნების შედეგი ცნობილი იქნა გაყალბებულად. ოღონდ მაგ რეფერენდუმის შედეგი რომ არ იქნა ცნობილი გაყალბებულად, ეს პირველ რიგში იმ ხალხის დამსახურებაა, ვინც დღეს ხმამაღლა გველაპარაკება ძალიან, აი მიშა მაჭავარიანის განსაკუთრებით და გიგი წერეთელის და იმ ადამიანების, ვინც იმ პარლამენტის წევრებიც იყვნენ და ამ პარლამენტის წევრებიც არიან და არ დამივიწყებია და არასოდეს არ დამოვიწყება, იმიტომ რომ ჩემთვის ვარდების რევოლუცია სწორედ იმ დღეს დამთავრდა. როდესაც მიშა მაჭავარიანმა გაიტანა საკუთარი ხელმოწერა საკონსტიტუციო სასამართლოს შეტანილის არჩევნიდან. იმიტომ მე ხა მათი მხრიდან ამაზე ლაპარაკი. ნუ აი ისეთი ღრმად სასაცილო და არასერიოზულია, რომ ნუ მე ვფიქრობ, ჩემთან დებატში ოდესმე თუ დაჯდებიან, ამას ვერ გაიმეორებენ ვერასდროს. მაგრამ თუ იმ არგუმენტს დავუბრუნდებით, რასაც თქვა თქვენ ისინი რომ სამართლებრივად ძალიან მაგარი არგუმენტია და ისეთი არა, რომ წყალი არ გაუვა, ხო? ამით პირველ რიგში ისინი ეჭქვეშ აყენებენ ყველაფერს. ნატოს შესახებ რეფერენდუმს, რომელთაც ესე ამაყობენ და მეც მგონია, რომ ის სრულიად სამართლიანი შედეგი იყო, რომელსაც თავარი იცით რა არის. თავარი ის, როდესაც შენ ხელისუფლება ხარ და ქვეყნის მართვაზე პრეტენზია გაქვს. ის კი არ არის ფორმალური თვალსაზრისით რეფერენდუმი სიტყვა-სიტყვითაც სწორად ჩატარდა თუ არა. თავარი ის არის საზოგადოების ნება გამოიხატა თუ არა. და მე ვფიქრობ, იმ რეფერენდუმით საზოგადოების ნება ნათლად გამოიხატა. კიდევ ერთხელ ვამბობ, იმის მიუხედავად კანონიერი იყო რეფერენდუმი, არ იყო საერთოდ რეფერენდუმის ჩატარება იმ თემაზე, გინდათ ტერიტორიული პრობლემების არგუმენტს რომ თავი დავანებოთ. შეიძლება და არ შეიძლება, იმიტომ რომ მე როგორც იურისტი ვთვლი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმის ჩატარება იმ კონსტიტუციით, რომელიც მას ჩვენ ქონდა, თავისთავად ანტიკონსტიტუციური იყო, მაშინაც ეს პოზიცია მქონდა, დღესაც ეს პოზიცია მაქვს, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა, რა შუაშია? თავარია ამ ქვეყნის ამ მომრჩევლის ნება გამოხატულია თუ არა. და როდესაც შენ ამ ნების წინააღმდეგ მიდიხარ, როდესაც ადამიანებს ეუბნები რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ყველა ერთად თქვით, რომ ეს არ გინდათ, მე მაინც ვაკეთებ, იმიტომ რომ ჩემი რაღაცა მოსაზრებები მაქვს და დავითვალე და ესე მირჩევნია, აუცილებლად ეს უკან გიბრუნდება. მაგრამ თუ ეს ნება არ იქნა ცნობილად და იქნა გაყალბებული 2003 წლის არჩევნები, ბიულეტენები ხომ ერთად ჩაყარეს, ხომ ასე შედეგიც გაყალბებული. ხო? მაშინ ყველაფერს ქვეშ ვაყენებთ, ყველაფერს ეჭქვეშ ვაყენებთ. რადგან თუ ერთი ბიულეტენი იყო გაყალბებული, რატომ არ იყო მეორე და გეთანხმებით, აბსოლუტურად ძალიან სწორი ლოგიკაა, ოღონდ ჩვენ ვიცით განწყობა საზოგადოების. ეს ბუნებრივი განწყობაა. ქვეყანაში, როდესაც პარლამენტი ძალიან მცირე დროის გარდა პრაქტიკულად არასდროს არ ყოფილა ის, რაცაც ქვია პარლამენტი და რა ფუნქციას უნდა ასრულებდეს და განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ხო? ბუნებრივი რეაქცია აქვს საზოგადოებას, რომ საერთოდ არ ესმის, რა შეჭირდება, ამ დაფულს რატო ხარჯავს, ამ ადამიანების ხელფასებში ხელფასზე რო ამატებენ, რა ქვია მას, პრემიერებში, მათ მოგზაურობებში უცხოეთში, ბენზინი, მანქანა, ტელეფონი, არ ვიცი ხო, უამრავ მილიონი ხარჯი, რომელიც ბიუჯეტზე მიდის. საერთოდ არ ესმის ეს ჩვეულებრივ ქართველს, აი რატო ხარჯავს მისი ბიუჯეტი, მისი ჯიბიდან, რატო იხარჯება ეს ფული და ბუნებრივია მისი რეაქციაც, რომ კი არ უნდა გაიზარდოს, უნდა შემცირდეს. ნაკლები უნდა იყოს, ნაკლები. მაგრამ გამორიცხავთ ამ ხელისუფლებამ უკან წაიღოს ეს ცვლილება, თუნდაც იმ მიზეზით, რომ მათთან შეთანხმებული ოპოზიციური პარტიები ეთხოვენ ამას. დიდი იმედი მაქვს, რომ უკან წაიღებს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს სხვა ტიპის პრობლემაა, ეს პირდაპირი უარყოფა არის საზოგადოების განწყობის და საზოგადოების ნების. ეს აღარ არის საჭუჭმანო საკითხი, როცა შეიძლება თქვა, რომ რაღაცა მარგინალური ჯგუფი ესე ფიქრობს და ეხლა მარგინალური ჯგუფის მსხვერპლი ვერ იქნება მთელი ქვეყანა. არა, ეს არის ამ ქვეყანაში დომინანტი განწყობა. მაგრამ ამას გარდა, იცით რა არის? არის კიდევ მეორე ლოგიკა. კიდევ უფრო არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომელიც ამბობს, რომ როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ანუ ყოველი გაჭირვებული ადამიანის ხარჯზე, ისეთი ტიპის რეფორმას ატარებს, რომელიც სახელმწიფო მანქანის, სახელმწიფო აპარატის ხარჯს ზრდის ბიუჯეტში, უნდა დაასაბუთო, უნდა გააგებინო ხალხს ამისი აუცილებლობა. ერთი არგუმენტი მითხარით, აი ერთი, რომელიც ხელისუფლებას დღემდე უთქვამს, რომ 40 დეპუტატით მეტი რო ეყოლება ქვეყანას, რატო იქნება უკეთესი ადამიანების ცხოვრება ხვალ. ამაზე უნდა ილაპარაკოს სინამდვილეში ხელისუფლება და არა იმაზე, რომ რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას შეუთანხმდა, რომ ესე ჯობია ამ ორი პოლიტიკური პარტიის. კიდევ ერთი ქალბატონია ჩვენი საუბრის ბოლოს ერთ-ერთი მთავარი თემა ოპოზიციისთვის და მოსახლეობისთვისაც მუდმივად იყო ადმინისტრაციული რესურსი, ანუ ის მთავარი რესურსი, რომლის ხარჯზეც ხელისუფლება არაკონკურენტულ გარემოში აყენებდა დანარჩენ პარტიებს.
რამდენადაც მე ვიცი, ვენეციის კომისია კატეგორიულად მოითხოვს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვაზე კოდექსში ძალიან კონკრეტული და ნათელი დებულების შეტანას. მაგალითად, სახელმწიფო შენობა ნაგებობების კომუნიკაციის საშუალებებისა და მანქანების თანაბარი გამოყენების შესახებ. მე მაინტერესებს, რამდენადაც მე ვიცი, კანონში შეიძლება ესეთ დაკონკრეტებული ეს ყველაფერი არ არის, მაგრამ არც ის არის ნათქვამი, რომ ხელისუფლებას აქვს უფლება გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი. აქ მთავარი ის ხომ არ არის, რომ კონტროლი მოხდეს სწორად საზოგადოების ოპოზიციური პარტიების თუ არასამთავრობოების მხრიდან. იმიტომ რომ ეხლა ჩვენთან ესეთი პრაქტიკა დაიწყო უბრალოდ ამ პრაქტიკით იმოქმედა გასულ არჩევნებზე, ადგილობრივ არჩევნებზე ხელისუფლების შობილებაში გავიდნენ. ანუ ფორმალურად აღარ იყვნენ სამსახურში, შობილებაში გავიდნენ, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით იმ სამსახურებრივი სიკეთეების გამოყენების უფლება შობილებაში ყოფნის დროსაც შეუძლიათ თუ კი არ იქაც შობილებაში, მაგრამ მაინც მუშაობს, ხო? ამიტომ ვენეციის კომისია სწორედ ამას ამბობს, რომ ეს უნდა აიკრძალოს. ეხლა ეს კანონს გვერდინაში შემოუვარე და რაღაცა გაკეთე. ეხლა კონტროლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ორი აზრი არსებობს. კონტროლი რამდენი შესაძლებელია კონტროლი? შესაძლებელიც არის. ოღონდ კონტროლს აზრი აქვს ხოლმე იმ შემთხვევაში, თუ რო გააკონტროლებს და დასკონსტრუდებ, მე იმას რეაქცია მოყვება. ანუ სასჯელები უნდა არსებობდეს სინამდვილეში ამის დარღვევისთვის. აი რა ხდება საქართველოში? რა შეიძლება მოხდეს? დაუმტკიცეთ ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაუმტკიცეს ამ არჩევნებზე და მე ვთქვათ, როცა ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციაში, უმტკიცებდით ძალიან ხშირად მაშინ ხელისუფლებას კანონის დარღვევას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის. ვინმე გახსოვთ, რომ ამისათვის არჩევნო კამპანიიდან მოიხსნათ? არა. იმიტომ რომ ეს ხო არ ხდება სინამდვილეში. აქ ლაპარაკია იმაზე, სახელმწიფოს რეაქცია ექნება თუ არა, თორე კონტროლი ხდება, კონტროლს აწესებს და კარგადაც აკეთებს ამ საქმეს არასამთავრობო სექტორი. აქ მთავარი აკრძალვის ნაწილში პირველი კითხვა თქვენი რაც იყო. ის არის რომ დაშვებული არ არის რა თქმა უნდა, არც არ წერია რომ შეგიძლია გააკეთო, მაგრამ როდესაც ადამიანი თანამდებობის პირია, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური თანამდებობა და შეიძლება არ იყოს საერთოდ პოლიტიკური თანამდებობა. მაგალითად აპარატის თანამშრომლები. ჩემთან როგორც თბილისელთან ადგილობრივი არჩევნების დროს გამოკითხვაზე და აი სააგიტაციო მებს რო არიგებდნენ, მოვიდა ქალბატონი, რომელსაც დამიზარინა, გავაღე, ამომრჩეველთან მოვიდა, ვერ მიცნო საბედნიეროდ. და გადმომცა მთელი ეს მასალა და როდესაც პირადობის მოწმობა მოთხოვე რომ ვინ ახარ ხა სახში შემოგიშვა ხო მომეწოდა პირადობის მოწმობა საკრებულოს თანამშრომელი მაშინ ადგილობრივი არჩევნების დროს ანუ აქ ამაზეა ლაპარაკი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მარტო ის კი არ არის გიგი უგულავა სამსახურებრივ მანქანაში ჩაჯდება თუ არა ისეც არის თავის თანამშრომელს თავისი პარტიისთვის მუშაობას ავალებს თუ არა როგორ იქცევიან ამ დროს მათ დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები აი მაგალითად პარტიული აქტივის შეკრებაზე საიდან რეკავენ პარტიის ოფისიდან თუ იმ თანამდებობის პირის ბიუროდან მაგალითად მაჟორიტარის ბიუროდან რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს ხო აქ ეს თემა არის ამოუწურავი თუ კანონმა ზუსტად არ დაადგინა და არ თქვა რომ არც ერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ შეიძლება ოღონდ ამ სიტყვებით ისე არა რომ ხო არ წერია რომ შეიძლება არა არ შეიძლება რომ გამოყენებული იყოს მაშინ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნით ისეთივე იქნება როგორც აქამდე იყო როცა ის ამბობს რომ დაირღვა და მე ხელისუფლება ამბობს აბერტი კანონი მაჩვენა რომელიც ამაკ აკრძალული და არა აქვს ამ კანონით ესე პირდაპირ მნიშვნელობით აკრძალული და მე ეძახიან რომ აი რა ვქნათ გავჩერდეთ აღარ ვიმუშავოთ პროგრამები აღარ განვახორციელოთ სახელმწიფო და ასე შემდეგ ხო ეხლა აქ არის ფორმულა ძალიან მარტივი და ეს მეორე კიდევ ერთი თემა ამ დასკვნაში რომ ყველას უნდა აეკრძალოს და ის რომ მაგალითად არათუ ყველას არამედ მერს და გუბერნატორსაც კი არ ეკრძალება და გასაგებია ის რა თქმა უნდა თბილისის მერის გამოკეთდება რომელსაც რა თქმა უნდა ირბინოს არჩევნო კამპანიის დროს და იმიტომ რომ შემდეგი არჩევნებისთვის ემზადება ხო ამიტომ საპარლამენტო არჩევნებისთვის დროს უნდა ჩანდეს რომ 2013 წლის არჩევნებში იყოს წარმატებული კანდიდატი როგორც მათ გონიათ ხო ეს უკვე ძალიან სასაცილოა და დასცინით მათ ვენეციის კომისია სინამდვილეში ამაზე და ამბობს რომ ზუსტ ჩამონათვალი თანამდებობის პირების ვისაც ეკრძალებათ ასევე არა და ის არ ამბობს რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობის პირების და მეორე ზუსტი აკრძალვები იმისი რაც ეკრძალებათ იმიტომ რომ იცით როგორი რამეა თქვენ თუ ზიხართ სახელმწიფო სამსახურებრივ მანქანაში ასხავთ ბენზინს ბიუჯეტიდან სარგებლობთ მობილური ტელეფონით რომელიც ბიუჯეტით იყიდათ და რომლის ასევე ხარჯებსაც ანაზღაურებს ბიუჯეტი მეც როგორც ისეთივე კანდიდატს როგორც თქვენ ხართ არჩევნებში რომ მოგადგებით და გეტყვით უკაცრავად ერთი ეგ მანქანა მათხოვე ბენზინით ჩამისხე შენი ტელეფონი მომეცი და მასარგებლე ამისი უფლება უნდა მომწოდე ხა ეს აბსურდია ხო არ გამიგია ძალიან დიდი მადლობა თინა ხიდაშილი იყო ჩვენი სტუმარი გადაცემაში რეკლამის დრო რეკლამის შემდეგ ზურაბ აბაშიძესთან ერთად დავბრუნდებით